ლევან ხაბეიშვილზე სასტიკ ფიზიკურ ანგარიშწორებას ზვიად ხარაზიშვილი ტელეფონით იღებდა და პოლიტიკოსისგან დამამცირებელი აღიარების მოპოვებას ცდილობდა. ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ საქალაქო სასამართლოში განაცხადა. პოლიტპატიმრის თქმით, ეს კადრები ანგარიშის სახით ეგზავნებოდათ ოცნების პირველ პირებს, ირაკლი კობახიძეს, მამუკა მდინარაძესა და ვახტანგ გომელაურს. ეს ოპოზიციონერი ლიდერის პირველი გამოხმაურებაა სპეცრაზმელების დაკავებაზე. როგორი იქნება რეჟიმის განაჩენი ლევან ხაბეიშვილის წინააღმდეგ 20 მაისს გახდება ცნობილი. მასთან ერთად პოლიტიკური დაპირების საქმეზე ბრალდებული სტატუსი მურთაზ ზოდელავასაც აქვს. ნუცა ბახუტაშვილი აგრძელებს ამ თემაზე ფორმულას პირდაპირ ეთერში საუბარს. ლევან ხაბეიშვილის სასამართლო პროცესი დღეს ისე დასრულდა, რომ მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძეს გადაწყვეტილება არ გამოუცხადებია, მან მოისმინა ბრალდებისა და დაცვის მხარის დასკვნითი სიტყვები, ასევე განცხადების უფლებით ისარგებლა ბრალდებულმა ლევან ხაბეიშვილმა, თუმცა მას საბოლოო სიტყვა სასამართლოს წინაშე არ უთქვამს და სხდომა სწორედ ამ ეტაპზე გადაიდო. შესაბამისად, შემდეგ სხდომაზე, რომელიც 20 მაისს არის ჩანიშნული, მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძე ისმენს ლევან ხაბეიშვილის საბოლოო სიტყვას, ასევე მურთაზ ზოდელავას საბოლოო სიტყვას, თუ კი ის გადაწყვეტს, რომ გამოცხადდეს სხდომაზე და მოახსენოს თავისი პოზიცია სასამართლოს, ამის შემდგომ კი სათათბიროდ გავა და გადაწყვეტილებას გამოაცხადებს. მანამ სანამ გადაწყვეტილების შესახებ გახდება ცნობილი, ლევან ხაბეიშვილმა ტრადიციულად დღესაც განცხადების უფლებით ისარგებლა და ის გამოეხმაურა სპეცრაზმელების დაკავებას, მათ შორის არიან ლევან ხაბეიშვილზე თავდამსხმელი სპეცრაზმელებიც, თუმცა ამბობს პოლიტიკოსი იმას, რომ ეს არ ყოფილა მხოლოდ ერთეული შემთხვევა და არ ყოფილა მხოლოდ შემსრულებლების პრობლემა, მთავარი დამკვეთი აქ ბიძინა ივანიშვილი იყო, ასევე ირაკლი კობახიძე დაასახელა მან, მამუკა მდინარაძე და ვახტანგ გომელაური. შესაბამისად აცხადებდა დღევანდელ სხდომაზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, რომ აუცილებლად დადგება ამ ადამიანების პასუხისმგებლობის საკითხიც. ლევან ხაბეიშვილი ამწამებია და ამწებია მარტო აქ ასობით ადამიანზე საუბარი, მათ შორის ახალგაზრდაზე, ძალიან მირიდებოდა თავის ჩემ თავზე საუბარი. ერთი რამ უნდა ესწროს საზოგადოებას. კადრში ჩანს თავის ათეულობით ადამიანი და დავაკავეთ ორი და საკითხი ფაქტობრივად დაფარულად გამოაცხადეს ორი იდენტიფიცირება მოვაკიდეთ, თუმცა თქვენ უნდა ეწოდეთ საზოგადოებას. პირდაპირ ეთერში იყო ჩემი გატაცება და ტელევიზიების ანუ საათი არსებობს, რომელიც საათი გამიტაცეს და რომელიც საათზე ვიყავი სამედიცინო დაწესებულების ეგრეთ წოდებულ სასწრაფოს ავტომობილში. მინიმუმ 27 წუთის განმავლობაში ჩემზე ძლდებოდა ფიზიკური ანგარიშწორება, ეს იყო რამდენიმე ეტაპიანი განცხადება გავაკეთე პარლამენტში და დავასახელე კონკრეტული ადამიანი, ვინც არ მონაწილეობდა ჩემს თავდასხმაში. გულისხმობ ეგრეთ წოდებულ ხარაზიშვილი, რომელიც ახორციელებდა ჩემზე ვიდეო გადაღებას და მოვყევი პარლამენტის მდგომარეთა დარბაზში ეს კაცი რას თხოვდა და რის სანაცვლოდ შეწყვეტდა ჩემს სამებას. მიგებდა და გეუბნები, პირველი მეთქვი, რომ ეს ხალხი იღებს ამ ყველაფერს და რას იღებდა ამით გეტყვით. უნდა მეთქვა დამამცირებელი სიტყვები ჩემ თავზე, რომ რაღაცა ჩმოვი და მაშინ უკვე აღარ დამარცხდა. და ამ ვიდეოს ალბათ მე აკეთებდი და იტყოდა, რომ აქ თქვენი შორი ხაბეიშვილი ნახეთ როგორ ტირის, ნახეთ როგორ წუწუნებს. ბოდიში ვერ მომართვით. მიუხედავად იმისა, 27 წუთი გაიგრძელდა. მე მაგ ინფორმაციას მუსავდი. კობახიძეს მაშინ პრემიერ-მინისტრი იყო. მამუკა მდინარაძის ფრაქციის თავმჯდომარე იყო. რა თქმა უნდა, გომელაურის შინაგანსაკუთრებათა მინისტრი იყო. 9 სავარაუდო დამნაშავების შესახებ ინფორმაცია იყო და ეს მათ შორის წესრიგებზე ის მოადგილებლობა. ყველა ხარაგის გამის ორგანიზატორი იყო. თავარი ორგანიზატორი იყო ივანიშვილი, ამის თავარი შემსრულებელი მე შემდგომ იყო კობახიძე იყო პრემიერ-მინისტრი. დღეს გახარიას რომ იზრდებოდნენ, რომ თვალი ამოხარებოდა, ცუდად დაარბიაქციაო, პასუხისმგებლობა. ესე იგი, ჯერ და 2009 სუპერკასი იყო, რა სუპერ პრემიერ-მინისტრი ეკა კობახიძე მისაწვდომას პრემიერ-მინისტრი ხო, მაგას რა გქონდა რომ პასუხისმგებლობა ასწრება. ლევან ხაბეიშვილმა თავის განცხადებაში ისაუბრა მიმდინარე სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებითაც. პოლიტიკოსმა კიდევ ერთხელ უთხრა მოსამართლეს, რომ მას არ რაიმე კონკრეტული ქმედებისთვის, არამედ მხოლოდ სიტყვისა და პოლიტიკური დაპირების გამო ასამართლებენ. ხაბეიშვილი დღევანდელ სხდომაზე გამოეხმაურა გუშინ მისივე მოსამართლის ირაკლი ხუსკივაძის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას, რომლითაც 7 წელი მიესაჯათ ირაკლი ნადირაძეს, პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, პაატა მანჯგალაძეს და
და მათთან ერთად დაკავებულ პირებს მათ სოლიდარობა გამოუცხადა ლევან ხაბეიშვილმა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ბრძოლა ბოლომდე გაგრძელდება. მე მგონი და კარგად როგორი პოლიტიკური პროცესია და მარცხაჯულება შემცინამდე და არა მარტო შემცინამდე გუშინდელ მე და როგორ შეიძლება სოლიდარობა არ გამოუცხადო ჩემს ძმას ირაკლი ნადირაძეს ეს არის ჩემი ვიძიძმა არა თორე გუშინ არ მიცილია ღამე გავაკეთე მას ბედნობაში ესე იგი მრავალშვილიანი მამა უწესრიგესი კაცი ერთ თავის ხოლმე უმციკოთ ნაცხოვრები და შვიდი წელი და ესე ვიგრძელდება არ არის ეს დოქტორული ცხოვრება გასავალ რა უსამართლოდ ცემატრება ხალხის კორუფცია შიმშილი ემიგრაცია რა ვიცი 1000 მეგობრობა ხდება ჩემს გარშეც იცით ეს ატამუჭულოს სხვადასხვა ტელევიზორს უყურებდი და სამხარეო არზე იყო რაღაცა კრიმინალი გაისაო რა პედოფილი დააკარგეს პედოფილი ხუთი მუსაჯეს პედოფილს და მე პოლიტიკურ განსხვავებას გამა მას ნაკლებად მომუქრება ხო ესე მემუქრები იყო ამ დეისო და პედოფილი არის ხუთი წელში ბატონები რელევანტია ხაბეიშვილის განცხადებების გამო მოსაზრებების გამო და თქვენი აქტივების გამო თუ მე იცი და რა შემთხვევაში ვიტყოდი რა კარგი და კი ბატონო მე დავაშავე მე ვიქნები ციხეში რა შემთხვევაში ვიცი ერთი ფაქტი გქონდეთ სადაც გავაკეთე დოკუმენტებს როგორ შეიძლება ესე იგი თანა დააკვანტიფიციროთ უმოქმედობა 40000 კაცს თუნდაც თანხმოვანო ინვესტორ თანხმოვანო შუა მივედი რამე შესაძლოა აი აღარსებობს ეს რაღაცა ამ საქმეზე ბრალდებული ორი ადამიანი არის ლევან ხაბეიშვილი და მურთაზ ზოდელავა ორივეს უფლებადამცველებმა დღეს სასამართლოს დასკვნითი სიტყვით მიმართეს და გაუმახვილეს ყურადღება იმ მიზეზებზე რის გამოც დაუშვებელი არის ამ საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა არ არსებობს საკანონმდებლო რეგულაცია რაც პროკურორის მიერ აღწერილ ქმედებას დანაშაულად მიჩნევის საფუძველი რაც შეიძლება იყოს. არ არსებობს მტკიცებულება, რაც მურთაზის ქმედებას დანაშაულად შეაფასებდა. საპროცესო კანონმდებლობა ეს არის ჩარჩო, რომლის ფარგლებშიც უნდა აღსრულდეს მართლმსაჯულება და შესაბამისად მურთაზის დაკავების, მურთაზის პატიმრობის, მურთაზის ჩავდების არანაირი საფუძველი არ არის. ამ საქმეზე ბრალდებულ პოლიტიკოს ლევან ხაბეიშვილს გამოძიება საჯარო მოხელისათვის ქრთამის დაპირებასა და ასევე საქვეყნოდ ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას ედავება მურთაზ ზოდელავას კი ბრალი ედება გამოძიებისათვის ხელის შეშლის მცდელობაში გადაწყვეტილებას საქმეზე მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძე 20 მაისს გამოაცხადებს.